Global business უნდა ვისაუბროთ და დღეს უდავოდ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის კომპანია Broadcom, რომელიც ადრე ათეულშიც არ იყო, დღეს კი არის top მე-6 ყველაზე მსხვილი კომპანია პლანეტაზე. მისმა შეფასებამ მიაღწია ოფიციალურად ახალ რეკორდულ ნიშნულს, ეს რეკორდი არის $2 ტრილიონი. ძალიან დიდი ზრდა აქვს ამ კომპანიას, უფრო კონკრეტულად 1 წლიან პერიოდში, საკმაოდ მოკლე პერიოდში ამ კომპანიამ დადო 140% ზრდა იმ ინვესტორებმა, რომლებმაც Broadcom-ში ჩადეს თანხები, ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს ამ მოკლე პერიოდში, ასევე იმ ინვესტორებმაც, რომლებმაც 140% მიიღეს სარგებელი, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რა სარგებელიც მიიღეს იმ ინვესტორებმა, რომლებმაც Broadcom-ის აქციები შეიძინეს 5 წლის წინ, რადგანაც კომპანიამ 5 წელიწადში დააფიქსირა 800%-იანი ზრდა. აი, ასეთი შედეგები აქვს. ჩვენც გქონდა 100%-ზე მაღალი ზრდა სხვა შორის საქართველოში. რა მიმართულებით? რა მიმართულებით ჯარიმების აკრევის მიმართულებით. 80 მილიონი შევიდა ჯარიმებიდან, 80 მილიონი პირველ კვარტალში 107%-ით გაიზარდა, აი. აი, რაღაცაში ვეწევით ამერიკას, მაგრამ 80 მილიონი ჯარიმები. კაპიტალის აწევის მიმართულებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. შესანიშნავი შედეგი მქონია მაგ მიმართულებით. მოკლედ, კაპიტალის აწევაში ვერ ვეწევით ამერიკას, მაგრამ ჯარიმების გამოწერაში ვეწევით. მოკლედ, Broadcom-ის შემოსავალი ჯარიმებთან არაფერ კავშირში არ არის. ის AI ჩიპებს აწარმოებს და ამ AI ჩიპებს მოიხმარენ ძალიან მსხვილი ტექ კომპანიები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი Broadcom-ისა არის Google, რომელიც მას უკვეთავს Tensor-ის სერიის AI პროცესორებს, რომელსაც ის ძალიან დიდი რაოდენობით ყიდულობს. აქვე ანალიტიკოსები პროგნოზებსაც აუმჯობესებენ Broadcom-ის მიმართ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს კომპანია კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში და მოელიან, რომ სავარაუდოდ უკვე 2027 წელს უკვე ამ მიმართულებიდან, ანუ AI ჩიპების მიმართულებიდან კომპანიის შემოსავალი მიაღწევს $155 მილიარდ წელიწადში. ძალიან დიდი რიცხვებზე გვაქვს რეალურად საუბარი, თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც 3-4 წელს წინ ეს ბიზნესი არც არსებობდა. AI ჩიპი დიდად არავის არ ჭირდებოდა, დღეს კი AI ჩიპების წარმოება არის პლანეტის ყველაზე მაღალ პროდუქტიული და მაღალ მარჟიანი საქმიანობა. ყველაზე მაღალ შემოსავალს ამ პროდუქტიდან იღებენ ის კომპანიები, ვინც ბაზარზე უკვე საკმაოდ მოზრდილებულები იყვნენ, შესაბამისად, ვინც მოიფიქრა, რომ ამ მიმართულებით მეტი ინვესტიცია ჩაედო მოკლედ. ხო, ბევრი დიდი კომპანია იყო, მაგრამ ვიღაცებმა ვერ მოიფიქრეს. Broadcom-მა მოიფიქრეს ყველაფერი და Nvidia-მაც მოიფიქრა. შესანიშნავად განახორციელა, Nvidia-ს საუბარი აღარ არის, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული კომპანია დღესდღეობით. მოკლედ, მნიშვნელოვანი გარიგების წინაშე დგას სატელეკომუნიკაციო ბაზარი, სხვათა შორის, ეს არის გერმანული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Deutsche Telekom-ი და ტელეკომუნიკაციების ამერიკულ გიგანტ T-Mobile US-თან გაერთიანებას განიხილავს, მოკლედ. მეგა შერწყმა. კი, Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ გარიგება შედგა აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლოა, რომ საჯარო შესყიდვების ისტორიაში ყველაზე მსხვილი კორპორაციული შეთანხმება გახდეს, როგორც ირკვევა, გერმანული კომპანია ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნაზე მსჯელობს, შესაბამისად განიხილავს, რა თქმა უნდა, T-Mobile US-თან გაერთიანებას. მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით არის საწყის ეტაპზე, ამასთან დაკავშირებით დამატებით დეტალები არც Bloomberg-მა და სხვა გამოცემებმა არ იციან, უბრალოდ ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ საწყის ეტაპზე უკვე მიმდინარეობს გარკვეულ შეთანხმებაზე საუბარი. ცნობისთვის, თუ შეთანხმება შედგა გაერთიანების შედეგად, ბაზარზე კაპიტალიზაციით მსოფლიოში უმსხვილესი უკაბელო ოპერატორი გამოჩნდება. ახალი კომპანია მაჩვენებლებით ჩინეთის უდიდეს სატელეკომუნიკაციო გიგანტზე China Mobile-ზეც დიდი იქნება და მსხვილი გაერთიანების შემთხვევაში. ამჟამად T-Mobile-ის საბაზრო შეფასება არის დაახლოებით $219 მილიარდი, რაც შეეხება Deutsche Telekom-ს, ის დაახლოებით $167 მილიარდ არის შეფასებული. მნიშვნელოვანი ითქვას, რომ Deutsche Telekom-ის და T-Mobile-ის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის ისედაც თანამშრომლობენ ეს კომპანიები გერმანული გიგანტი ამერიკული კომპანიის აქტივების 53%-იან პაკეტს მართავს და შესაბამისად ექსპერტები მოელია, რომ თუ T-Mobile-ის აღმასრულებელი საბჭო ინიციატივას დათანხმდება, მაშინ შიდა რაღაცა დაბრკოლებები არ იქნება და საბჭო თუ მიიღებს, ასე ვთქვათ, დადებით გადაწყვეტილებას, მაშინ გაერთიანება მოხდება. თუმცა ექსპერტები ასევე ფიქრობენ, რომ ამ ტიპის მსხვილ გაერთიანებას, მithumet ეს გერმანულ ოპერატორსა და T-Mobile US შორის პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდება და ამას არა უბრალოდ პოლიტიკური, არამედ პოტენციურად გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი შეიძლება იყვნენ ჩართული, იმიტომ რომ ახლა ორი ერთი მეგა კომპანია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც ფიქრობენ
შერწყმას და ამას როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე გერმანია სათავისოდ გამოიყენებდა. კი, რა თქმა უნდა, სტრატეგიული შერწყმა და სტრატეგიულ შერწყმებში ვიცით ქვეყნებს არ უყვართ ხოლმე ზოგადად თავიანთი ეროვნული გმირების დათმობა, სიხარულით ყოველთვის მოითხოვენ რაღაცას ამის სანაცვლოდ. შერწყმაზე საუბრობთ და კიდევ ერთი პოტენციური შერწყმადების მაგიდაზე, ერთხარეს არის Elon Musk-ის SpaceX-ი, რომელიც ერთდროს მხოლოდ კოსმოსური კომპანია იყო, მაგრამ დღეს AI კომპანიაც არის, რადგანაც XAI, ანუ Grok-ი არის SpaceX-ის პორტფელში და მოკლედ ამ AI მიმართულებას უნდა ერთი ძალიან საინტერესო სტარტაპის შესყიდვა. ამ სტარტაპს ქვია კურსორი, მასზე გასული კვირის განმავლობაში BMG-ს ეთერებს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და კურსორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი AI სტარტაპი. ის არის კოდის ავტომატურად წერის პლატფორმა, დაახლოებით Claude Code-ის კონკურენტი და ანალოგია, მაგრამ უფრო მოქნილი, სწრაფი და შედარებით ხელმისაწვდომი. მოკლედ, პირველ ეტაპზე SpaceX-ი ჩადებს $10 მილიარდი ინვესტიციას ამ სტარტაპში და თუ სტარტაპი იმედებს გაამართლებს მომდევნო წელიწადში, შემდეგ უკვე მას 100%-ით გამოისყიდის $60 მილიარდ. ძალიან კარგ სარგებელს მიიღებენ ამ კომპანიის თანადამფუძნებლები და ინვესტორები. სულ რაღაც ერთ წელიწადში შეიძლება თავიანთი საწყისი ინვესტიცია გაასმაგონ კიდეც, რადგანაც ეს კომპანია მილიარდიანი და ტრილიონიანი საწყისი კაპიტალით ნამდვილად არ შექმნილა. SpaceX იმიტომ უნდა ამ სტარტაპის შესყიდვა, რომ ის ემზადება IPO-სთვის და საფონდო ბირჟაზე როდესაც გამოდიხარ, გინდა ინვესტორებს ანახო, რაც შეიძლება მეტი ბიზნეს მიმართულება და ძლიერი პორტფელი, რათა მოიზიდო ძალიან დიდი კაპიტალი და SpaceX-ი ყველაზე მეტი კაპიტალის მოზიდვას აპირებს კაცობრიობის ისტორიაში, ლამის 2 ტრილიონს გვახლოვდებით, უკვე შესაბამისად აი ასეთი შესყიდვებით უნდა Musk-ს ამბიცია, რომ ეგრე იყოს და მერე თვითონ ტრილიონერი გახდეს ყველაზე მდიდარი ადამიანი. მსოფლიოში სხვათა შორის სტარტაპის ყიდვას ჯობს იმას, რაც Musk აკეთებდა. ისე კარგია შეიერთებს ამ სტარტაპსაც და მერე Tesla Cybertruck ამ სტარტაპის წიგელის. ლამის 20% ყოველი მეხუთე Tesla არის შესყიდული SpaceX-ის მიერ. SpaceX-ის და სხვა კომპანიების მიერ, რომელიც მის შვილობილი, ანუ მოთხოვნას ხელოვნურად ზრდიდა. მოთხოვნას ცირკულარული ეკონომიკის ყველაზე კარგი მაგალითია. ჩავარდნილი იყო ეს ყველაფერი, ამაზე ზრუნავდა ბატონი Elon Musk. Rockefeller Foundation-ი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი პრინციპში უძველესი საქველმოქმედო ორგანიზაცია, $100 მილიონი მოცულობის პროგრამას იწყებს და ინიციატივას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შრომის ბაზრის ტრანსფორმაციის პირობებში ამერიკელი დასაქმებულების დახმარებას ისახავს მიზნად. მოკლედ ეს დღეს მოვიდა, როცა რეალური საფრთხეები არა მარტო დასაქმებულებმა და კომპანიებმა, არამედ Rockefeller Foundation-მაც დაინახა და ამ საფრთხეების ჩვენებას შეეცდება სხვადასხვა უწყებებისთვის, ვისთან ერთადაც იმუშავებს მოკლედ ამ 100 მილიონიანი პროგრამით. პროექტის სახელწოდებით Big Bet on Good Jobs for America 3 წელზეა გათვლილი და მიზნად 250 სხვადასხვა ლოკაციაზე 1.6 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ფოკუსირდება იმ თემებზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება მიიღოს ზიანი დასაქმებულებმა, საუბარი აქ შეიძლება იყოს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, კვების ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა, ასევე ტექნოლოგიური მიმართულება, სადაც შეიძლება რომ AI-მ ჩაანაცვლოს ადამიანური შრომა. პროგრამის ფარგლებში, ასე ვთქვათ, Rockefeller Foundation-ი ფიქრობს სხვადასხვა კურსების, მოკლევადიანი კურსების დაანონსებას, სხვადასხვა სამუშაოს მიმართულებით, სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, სოციალურ ჯგუფებთან მუშაობას იმისთვის, რომ რეალურად დასაქმებულებს არ შეექმნათ საომავლოდ პრობლემები და იმ შემთხვევაში თუ მათ სამსახურს AI დააკარგვინებთ, სხვა ალტერნატივები არსებობდეს ბაზარზე. საკმაოდ მოცულობითი მსხვილი პროგრამაა, როგორც წესი Rockefeller Foundation, როდესაც იწყებს გარკვეულ პროგრამებს, მარტივად გადის ხომ ეს პროგრამები ბოლოში და შედეგებიც საკმაოდ გაზომვადია, სხვა შემთხვევაში საუკუნეზე მეც ეს ფონდი უბრალოდ ვერ გაძლებდა. ხო, ნუ კავშირები მათ არ აკლიათ. ვის უნდა დაურეკონ და ვის უნდა ელაპარაკონ, ეგ ყველაფერი ჩვენზე კარგად იციან, შეგვიძლია ამ ინფორმაციას. შვიდად ვიყოთ ამ მიმართულებით. მოკლედ AI-ზე ვისაუბრეთ ბევრი და ის უნდა ითქვას, რომ AI ბუმი რამდენიმე ინდუსტრიისათვის ქმნის ოქროს ხანას, ფაქტობრივად იგივე რაღაც ხდება, რაც ერთდროს Rockefeller-მა გამოიარა, როდესაც აი ნავთობის აღმოჩენის პერიოდი იყო ამერიკაში, შემდეგ იყო რაღაც ოქროს აღმოჩენის პერიოდი, ახლა არის AI ტექნოლოგიის აღმოჩენის პერიოდი და ამ პერიოდში სარგებლობა
განმარტებენ რა თქმა უნდა Nvidia, Broadcom, Google, Amazon ეს კომპანიები და აგრეთვე წარმოებელი კომპანიებიც, რომლებიც მეხსიერების ბარათებს, ჩიპებს და პროცესორებს ქმნიან. ერთ-ერთი მათგანი არის SK Hynix, ეს არის სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც აწარმოებს მეხსიერების ბარათებს. ჩვეულებრივ ბარათებზე არა გვაქვს საუბარი, კომპიუტერულ გამომთვლელ ბარათებზე, რომელთაც იყენებენ დატა ცენტრებში, რათა დაამუშავონ AI მონაცემები. მოკლედ SK Hynix-მა გამოაქვეყნა თავის ფინანსური შედეგები იყო ფანტასტიკური. 35.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა კვარტალში შემოსავალი და ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ ამ 35 მილიარდიდან მოგება იყო 25.5 მილიარდი დოლარი. რაღაც აბსურდული მარჟით მუშაობს ახლა ეს კომპანია, რადგანაც ბაზარზე არის ბუმი და რა ფასადაც გინდა იმ ფასად. მე მგონი ყველა კომპანია მარჟით მუშაობს. 60-70%-ით ოპერირებს ლამის ყველა კომპანია. მე მგონი სხვა ინდუსტრია არ არსებობს. არ არსებობს დედამიწაზე ასეთი ინდუსტრია, სადაც შეგიძლია 25 მილიარდის მოგება დაწერო 70 მილიარდის შემოსავლიდან 70%-იან მარჟაზე იმუშაო და თან დამკვეთ პრობლემა არ ქონდეს რომ 70%-იანი მარჟით აწვდიდნენ მას სერვის, ეგეთი ინდუსტრია მეორე დედამიწაზე დღეს არ არის და არათუ ვინმე წუწუნებს ფასებზე, არამედ 2029 წლამდე უკვე შეკვეთილია ყველაფერი, ძალიანაც რომ გინდოდეთ SK Hynix-ისგან ვერაფერს ვერ იყიდით, პირიქით ვერ აუდიან შეკვეთებს და აშენებენ ახალ ქარხნებს სამხრეთ კორეაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რათა როგორმე გაწვდნენ იმ ბუმს და იმ საოცარ მოთხოვნას, რაც გაჩნდა ამ ბაზარზე. მოკლედ იმ კომპანიებმა რომლებიც წინასწარ მოემზადნენ ამ ბუმისთვის, თუნდაც SK Hynix-ი, თუნდაც Samsung-ი, თუნდაც Nvidia ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს რეალურად ამ ფსონით, რაც მათ ერთ დროს დადეს, 5-6 წლის წინ იმაზე, რომ AI დღევანდელობად იქცეოდა და ძალიან დიდი სარგებელიც მოუტანეს თავიანთ ახალი მოთამაშეების, ასე ვთქვათ, ბაზარი, ახალი მოთამაშეებისთვისაც არის ბაზარი. იმიტომ რომ რეალურად მოთხოვნა ძალიან რთულია შესვლა, თუ ეხა რაღაცა ნულოვანი კაპიტალით და ასე ვთქვათ, გამოსვლებით ვერ შეხვალ, თუმცა რეალურად ახალი მოთამაშეებისთვისაც რჩება ბაზრის წილი. თუნდაც AMD ხედავ როგორ იზრდება, ასევე Micron-იც არის შემოსავლებში, Intel-საც ხედავთ, რომ უკვე AI ჩიპების წარმოებას გადაერთვან. ყველა ვისაც ჰქონდა ქარხანა, ვინც იცოდა ჩიპების წარმოება და ვისაც მინიმუმ მეცნიერების გუნდი ყავდა დაკომპლექტებული, ყველა ნელ-ნელა გადმოერთო ამ ბაზარზე. ქუთაისში ძალიან კარგი იდეა იქნება. მაგრამ ელექტრომობილების ქარხნის გვერდით გავხსნათ ზუსტად მეხსიერების ბარათები. აი ეს ქარხნა მაინც გავხსნათ ელექტრომობილების. და არა, ეგეც უნდა გავხსნათ აუცილებლად და გვერდით უნდა მივუხსნათ ნახევარგამტარების ქარხანა, ამისი ტექნიკური შესაძლებლობები და ცოტა საქართველოში არის ნამდვილად დარწმუნებული. ბარემ ელექტრობატარეების ქარხნა. ელექტრობატარეებიც იყოს და მზის პანელებიც და ეგ არის. აი, დამთავრებულია. ავშენდით. კი ბატონო. ეხა იქნება გეგმა, კი ბატონო. ხო, საშაურმეთ შეიძლება პრინციპში გაიქცეს. იქნება დასჭირდებათ, მოუდებათ ადამიანებს. დასჭირდებათ, კი ბატონო, ჩვენი იდეა ქონდა ჩვენს რეჟისორს. ხო, ნახოთ როგორ იქნება ეხა ქუთაისში ავტოქარხნის საქმე, მაგრამ SK Hynix კარგად აქვს საქმეები, როგორც აღმოჩნდა 35 მილიარდის შემოსავალი და 25 მილიარდის მოგება. მეტი რა უნდა ისურვა ადამიანმა.